გამარჯობა, დღეს 18 თებერვალია და თქვენ უყურებთ თითქმის ყოველ დღე მიშა მშვილდაძესთან. ძლიერ ქართან ერთად დღეს ჩემი დაბადების დღეცაა. ანუ ორი კარგი მიზეზი მქონდა რომ სახლში დარჩენილიყავი, მაგრამ არა. მე თქვენთან ვარ როგორც ხედავთ. მისალოცი ამბებით დავიწყებ. საქართველოს რაგბის ნაკრებმა ესპანეთს 24-10 მოუგო. მართალია ავჭალის ქართან 10-5 წავაგეთ, მაგრამ მაინც კარგი ნიუსია. გარდა ამისა, მაკდონალდს საქართველოს ევროპაში საუკეთესო მაკდონალდსად დასახელდა, სომხები სუპს არქის აღნიშნავენ, ხოლო ბიძინა ივანიშვილი დაბადების დღეს აგრეთვე. როგორც ხედავთ, მეგობრებო, მე და ბიძინა ერთ დღეს ვართ დაბადებულები, მაგრამ ის იღბლიან ვარსკვლავზე და მე ჩვეულებრივზე. ვისაც ყველა ის ზემოთ ჩამოთვლილი მოლოცვა არ შეგეხოთ და არც ჩემი და ბიძინას დაბადების დღეები გიხარიათ, გეტყვით რომ დღეს ასევე დაიბადნენ ენცო ფერარი, რობერტო ბაჯო და ჯონ ტრავოლტა. თუ აქედანაც არავინ გევასებათ, გეტყვით რომ ნიკოლა კოპერნიკის დაბადების დღეა. ხვალ და ცოტა ხანი მოითმინეთ. ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ რომ დღეს მასზე არ ვიხუმროთ, არ გავუფუჭოთ განწყობა. და რა კი არავის ჯერა რომ ამ პირობას მართლა დავიცავთ. ბარევ ახლავე დავარღვიოთ. მით უმეტეს თავად ბიძინა 63 წლის გახდა, რაც ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით მისი გაცემული დაპირებების ნახევარი უკვე უბრალოდ ფიზიკურად ვეღარ მოესწრება. მაშასე 3 მსგავსება და 3 განსხვავება ჩემსა და ბიძინას შორის. მსგავსებები, პირველი, ჩვენ ერთ დღეს დავიბადეთ. მეორე, საპენსიო პროგრამაში არც ერთი არ ვაპირებთ დარჩენას. და მესამე, ორივემ კარგად ვიცით, რომ ოცნებაში ბევრი არაპროფესიონალია. ახლა განსხვავებები. პირველი, ჩემთვის $1 მილიონი სერიოზული ფულია. მეორე, ბატონო ბიძინა, შეგიძლიათ დაბადების დღე არ მომილოცოთ, მე არ მეწყინება. და მესამე, ჩემი აზრით ოცნებაში იმაზე ბევრად მეტი არაპროფესიონალია, ვიდრე ბიძინას გონია. სულ ესა. ბიძინასთვის საუკეთესო საჩუქრის იდეა ლევან ვასაძეს გაუჩნდა, ოღონდ ჩარშან. და რადგან ჩვენი ელექტრონული მედიის ნაწილმა ეს ამბავი დღესაც როგორც ახალი ისე შემოგვასაღა, ჩვენც გამოვეხმაურებით. რადგან ამ ერთ წელიწადში პრინციპში დიდად არც არაფერი შეცვლილა. როგორც რაინდმა განაცხადა ბიძინა ივანიშვილს. სიურეალიზმია. როგორც რაინდმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილს მინიმუმ 2 ძეგლი უნდა დაუდგათ. ანუ თვითონ გულის სიღრმეში თulis რომ 3-იც მომენტ. მაგრამ მინიმუმ 2, ეხლა რაზეც იმედი აქვს რომ არ ვიკამათებთ. და თან მინიმუმ 2 რაინდის მსუბუქად აგდებული ინტონაციით რომ წარმოიდგენ ამ ნათქვამს. ხვდები რომ ოლიგარქს კი არ ეტენება. მაშინ იტყოდა რომ 6-7 ძეგლი უნდა დაუდგა. მოკლედ მილიონერების და მილიარდერების შიდა ურთიერთობებში რას გაერკვევით ძვირფასო მეგობრებო? აგერ მამუკა ხაზარაძემ 25 წუთიანი ბრიფინგი მიუძღვნა დღეს მის წინააღმდეგ 10 წლის წინანდელი თითიდან გამოწვეული ბრალდებით ორკესტრირებულ სახელმწიფო შეტევას, პროკურატურის, ეროვნული ბანკის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩართულობით მინიმუმ, რომელმაც შარშანდელი ბიუჯეტის ის ნაწილი, რომლითაც რკინიგზა უნდა შეეყვანა თანაკლიაში, უბრალოდ არა ითვისა. და 25 წუთის მანძილზე ვერაფრით უთხრა შეკრებილ ჟურნალისტიკას, რამე ისეთი, რასაც ეს უკანასკნელნი ელოდნენ. თავარ კითხვას კი ბრიფინგის დაწყებამდე უპასუხა. ერთი წამი, არა, ისე გადამწყვეტი ბრძოლა გვაცალეთ პრესკონფერენციაში. არავით არის გადამწყვეტი ბრძოლა არ იქნება. ახლა კი რუბრიკა კობახიძემ განაცხადა. საერთოდ იუმორისტების ერთ-ერთი საყვარელი ფანდია კომიკურ ფიგურებთან სერიოზული კონოტაციის ზმნებით კონტრასტის შექმნა. კობახიძემ განაცხადა, ზურაბიშვილი ვიზიტით იმყოფებოდა. კვიციანმა იმანიპულირა. ჰოდა, კობახიძემ განაცხადა. პრემიერი არის პირველი პირი, პრეზიდენტი კი ფორმალური მმართველიაო. ანუ ხვდებით ხო?
არაფორმალური მმართველის არსებობას აღარც უარყოფენ. ანუ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი კი არ არის. პრეზიდენტის სეხნია. არა და ყველამ კარგად ვიცით, ვინც არის პირველი პირიც, ფაქტიური მმართველიც და პარლამენტის თავმჯდომარის უფროსიც. ეს ბავშვები რას მაიმუნობენ, მე ვერ ხვდები. რაღაცას თამაშობენ. მთავრობანა. ახლა კი რუბრიკა მარტივი პროგნოზები. უახლოეს დღეებში ველოდებით ემზარ კვიციანის რამე ახალ ინიციატივას. იმიტომ რომ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ ისევ სისულელეები ლაპარაკა და ისევ გადასაფარია. ქობულიამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანს მონოპოლია რომ არ ქონდეს, რუსეთისგანაც უნდა ვიყიდოთ გაზიო. ანუ საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარს ვაბალანსებთ მტრით. ჯიგარი ხართ ბატონო გიორგი, სწორი გადაწყვეტილებაა, თორემ ეს აზერბაიჯანი ძალიან ჩაგვიძმა კაცდა, აპასმია. ახლა კი რუბრიკა ნეტა ვის ამუხრუჭებენ რომ პოლიტიკაში არ მოვიდეს. ვისაც ჯარი არ ექნება მოხდილი, სახელმწიფო სამსახურში ვერ იმუშავებს. ძიმედ რო დაუდგათ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს. ჯერ სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა გაიარონ, მერე არჩევნებზე უნდა მიიყვანონ ძალით და თან სულ ადმინისტრაციული რესურსი უნდა ეძახონ. თუმცა სრულებით შესაძლებელია რომ ბიზნეს უბრალოდ ბახტაძის გადაყენება უნდა ეს უარს ეუბნება და აქედან მიუდგნენ. ამ კვირაში კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა მორიგ ადამიანთა სია, რომელთა მიმართაც თავისუფალმა მედიამ ძალიანაც დიდი თავისუფლება არ უნდა გამოიჩინოს. რუსთავი ორმა შაბათის კურიერში აჩვენა რა ქონებას ფლობენ ჩვენი მოსამართლეები. უпростоრად რა სიმდიდრეს ფლობენ მოსამართლეები. უпростоრად რა ფუფუნებას ფლობენ მოსამართლეები. უпростоრად მოკლედ ტეხავს 4-6 ლარიანი ხელფასით რაც აქვს მოსამართლეებს, ასეთ სახლებს ვერ აიშენებ, გამორიცხულია. მოსამართლეებმა საპასუხოდ განაცხადეს, რომ შესაძლოა ამის გამო რუსთავი ორს სასამართლოში უჩივლონ. მე პირადად ძალიან გულშემატკივრობ ამ იდეას. წავიდეს ეს საქმე სასამართლოში. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც რუსთავი ორის საქმეზე მთავრობა მოსამართლეებზე ზეწოლას არ განახორციელებს. მოკლედ, რუსთავი ორის 4-5 ასეთი სიუჟეტი გვინდა კიდევ და ფაქტობრივად დამოუკიდებელი სასამართლო გვექნება. ახლა კი რუბრიკა დაუსაქმებელი კაცის შაბათკვირა. მიხეილ სააკაშვილმა დნმ-ის კვლევა ჩაიტარა. აღმოჩნდა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 99%-ით ქართველია, ხოლო აი 1%-ით კი არა, ბერძენი. ისეთი შედეგია, რომ როცა მიიღებ შანსი არა Facebook-ზე რო აღარ გააზიარო. თურმე მთელი 9 წელი დაახლოებით იმავე პარალელზე, ოღონდ უფრო დასავლეთით უნდა მოგვეძებნა მიშას წინაპრები. მაგრამ როგორც გინდა შეხედო 99%-ით ქართველი მაინც საეჭვოდ ჟღერს. აი სუპერმარკეტში რაღაცების ფასი 10 ლარის ნაცვლად 9 და 90 რომაა ხოლმე. ხალხმა რომ უფრო იყიდოს. ამგვარად გამოდის რომ მიშა 1%-ით ბერძენია. თუ გავითვალისწინებთ რომ უკრაინელი 0%-ითაა და ამის მიუხედავად ოდესის გუბერნატორი გახდა, ბერძნების ადგილას ცოტა ფრთხილად ვიქნებოდი. ზოგადად უნდა ითქვას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ნამდვილად აქვს უნარი ისეთი თემები მოძებნოს, რომ მოსახლეობის სხვადასხვა ფენებთან მივიდეს და სხვადასხვა კუთხით ყველას ემოცია შეეხოს. ცხადია, ეროვნული იდენტობის გენეტიკურ მასალასთან და სისხლის ფორმულასთან დაკავშირება ცოტა ძველმოდური ამბავია, რბილად რომ ვთქვათ. თუმცა, თუ მოსახლეობის ნაწილისთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანია, როგორც სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ნაწილობრივ მაინც ჯერ კიდევ არის, ცხადია პოლიტიკოსის ასეთი ქმედებაც უფრო ახსნადი და გასაგები ხდება. მაგრამ როცა გინდა იყო ლიდერი, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ ახალი მიზნებისკენ და ახალი გზებით იაროს თავის ახალგაზრდა ქვეყანასთან ერთად, მოსახლეობის ნაწილის ბნელ ინსტინქტებზე მანიპულირება არაა სწორი სიგნალი ახალგაზრდა და პრინციპული მოქალაქეებისთვის, ვის გარეშეც არავითარი ქვეყნის წინსვლა არ გამოვა. და ნამდვილ ლიდერს
უნდა შეეძლოს ამაზე მაღლა დადგომა. ნამდვილ ლიდერს უნდა შეეძლოს დაარწმუნოს ადამიანები, რომ გენეტიკური ეროვნულობა სისულელეა. ისევე როგორც სისულელეა, რომ საქართველოს რუსეთის გუბერნია უნდა იყოს. რომ ჩვენ თავს ვერ მივხედავთ, რომ სისულელეა, რომ შუქით უქრება ჩვეულებრივი ამბავია და რომ ქთამი შენი ყოველდღიური ცხოვრების წესია. იყო ასეთი პოლიტიკოსი, ვისაც ასეთ ამბებში ხალხის დარწმუნების უნარი ჰქონდა 1-15 წლის წინ დაახლოებით. განვაგრძოთ საუბარი საქართველოს პერსპექტივებზე. მიუნხენში საქართველოს ნატოს გაფართოების საკითხზე მრგვალ მაგიდას უმასპინძლა და მიუნხენიდან ჩაგვერთვება ყველაზე მიუკერძოებელი ჟურნალისტი გუჯა მაჭარაშვილი. გამარჯობა გუჯა, რა ხდებოდა მიუნხენში? მიშა ეხა ნატომ მოიცადოს ცოტა, მე მინდა რომ დაბადების დღე მოგილოთ, ცოშე. სხვათა სასამწუხაროდ წელსაც ნატოში შეუსრულებს გვიწევს შენი დაბადების დღის აღნიშვნა. მადლობა გუჯა. დაუბრუნდეთ მიუნხენს, რა გვითხრეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე? რასაც ბოლო 20 წელია გვეუბნებიან მიშა. ანუ ახალი არაფერია? ახალი არის ერთი სიტყვა. თუ აქამდე ამბობენ, რომ რუსეთის ქმედებები საქართველოში ევროპის უსაფრთხოებას უშლის ხელს, ახლა დაამატეს უკრაინა და ამბობენ, რომ რუსეთის ქმედებები საქართველოში და უკრაინაში ევროპის უსაფრთხოებასაც უშლის ხელს. ეხლა მარტო რო არ გვეგზო თავი ეს უკრაინაც ჩაგვიტბატეს, ეგ მოგვიძბაკაცეს ჯიგრები, ვითომ ჯიგრები. ანუ გუჯა, ამ კონფერენციაზე არაფერი არ მოგწეს? შეგვპირდნენ, რომ მაპზე უკეთეს მოგცემთო მიშა. ხომ გვაქვს მაპზე უკეთესი? ხო, მაგრამ ეს როგორ ყოფილა, იცი თურმე 3 მაპზე უკეთესი თუ მოაგროვე, პირდაპირ გიღებენ ნატოში ვიდეო. გუჯა. რაღაცა უცნაურ რაღაცეებს ლაპარაკობ ძალიან. შენ მამუკა ბახტაძე უნდა გედახა მიშა. საინტერესოა როგორ იქცეოდა ჩვენი პრემიერ-მინისტრი. თავიდან შეცდომით ერთ დაცვის წევრს ჩამოართვა ხელი და ერთი ჭიქა გატეხა რა, ესეთი მნიშვნელოვანი არაფერი არ გაუკუჭებია. გუჯა, ვის გაესაუბრე მაღალი რანგის წარმომადგენლებისგან? თითქმის ყველას მიშა. კონკრეტულად? თითქმის ყველას. შენი დაბადების დღე როდისაა ახლა მიშა? ნუ დღეს? კონკრეტულად აი რომელ საათზე? დილისკენ? აი უფრო ზუსტად შეგიძლია მითხრა? არ ვიცი, გუჯა, რა აზრი აქვს? აი კარგი ესე ჩაძიება, გავესაუბრე გეუბნები. კარგი, მაშინ პირდაპირ კითხავ გუჯა. გუჯა, ნატოში მიგვიღებენ? ჩემი აზრით, სანამ რუსეთი ასეთი ძლიერია, არ მიგვიღებენ. მაგრამ თუ გვინდა რომ ნატოში მიგვიღონ, აუცილებლად უნდა დავაჩქაროთ ანაკლიის სპორტის დაღრმავება მიშა. რაღა უნდა დავაჩქაროთ გუჯა, იმხელა გემითხრის. დამიჯერეთ თუ საჭირო გახდა ხელებითაც უნდა ვთხაროთ მიშა. ანუ ნატოში ჯერ არ გვიშვებენ გუჯა. ნატოში კი არა, ბეჰაიშიც არ მიშვებენ მიშა. გუჯა, ბერქანი ბერლინშია. ვიცი მიშა, მე აქედან ისინი მიუხეში წავიდნენ რაღაცა სერიოზული შეხვედრა გაქვსოდა. თუ უნდათ მეტყოდნენ და მეც ახლა არ ვკითხავდი სად მიდიხარ. შენ ცუდა წასულიყავი მიუნხენში გუჯა. მაგიტო გაგიშვით მანდ. კი, მაგრამ ეხლა ჩვენ ნატოში არ მიგვიღეს და იქ რო ჩავსულიყავი და მენახა როგორ ულოცავენ მაკედონიას ნატოში გაწევრიანებას და გული გამისკდებოდა და აღარ წავედი. გუჯა, როგორც ვიცი, მიუნხენშივე საქართველოს ჩრდილოეთ მაკედონიასთან დავამყარეთ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები და რამე ხომ არ გსმენია. დიახ, მიშა, მაკედონია ნატოში რომ მიიღეს ძალიან კარგ ხასიათზე იყო და რო უთხარ დიპლომატიური ურთიერთობა დავამყაროთო, მოდით, მაგის დედას ვატირიო და მე. გუჯა, ისე ხო ნამდვილად გერმანიაში ხარ? კი, მიშა, შენი დაბადების დღეა და არ გაწყენია და ჩამოვედი რა. და რადგან გერმანიაში ხარ გუჯა, ბარემ მკითხავ ერთ კითხვას. მართალია რომ გერმანიაში ქართველებს ქურდობისთვის იჭერენ? მე არავის არ დაუჭერი ვარ და ისე ზოგადად არ ვიცი რა. კარგი გუჯა, მადლობა. იმედია დაბრუნდები საქართველოში. მრგვალი მაგიდის მასპინძლობის გარდა კიდევ ერთი დიდი და მნიშვნელოვანი მიღწევა გვაქვს საერთაშორისო ასპარეზზე. ქართულმა კინომ, კონკრეტულად კი უძინართა მზემ კიდევ ერთხელ მოიპოვა დიდი აღიარება. სტენფორდის უნივერსიტეტში 90 თაგვიდან 90-ვე განკურნეს სიმსივნისგან.
გულითადად ვულოცავ თაგვებს ამ დიდ წარმატებას და ცხოვრებაში არ მეგონა რომ მოდესმე ამ წინადებას თაგვების მიმართ გამოვიყენებდი, მაგრამ მალე თქვენი წყალი გადმოგსხმოდეს. ახლა კი რუბრიკა გაუგებარია ჩვენზე უარესი თუ უკეთესი ქვეყნები. ინდოეთის სუპერ სწრაფი მატარებელი გაშვებიდან ერთ დღეში გაფუჭდა. ახლა ინდოეთს ყავს ყველაზე სწრაფი გაფუჭებული მატარებელი. ანუ ჩვენ ვერ გავაკეთეთ სუპერ სწრაფი მატარებელი, ინდოელებმა გააკეთეს. ინდოეთს სუპერ სწრაფი მატარებელი გაუფუჭდა, ჩვენ არა. ეს იყო რუბრიკა გაუგებარია ჩვენზე უარესი თუ უკეთესი ქვეყნები. ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გადაცემის კიდევ ერთი რუბრიკა, არასწორი სათაურები. ამ რუბრიკაში ჩვენ შევეცდებით გამოვავლინოთ ისეთი ჰედლაინები, სადაც ინფორმაციას კი გვაწვდიან, მაგრამ აქცენტია არასწორად დასმული. ასეთ სათაურებს ჩვენ ავიღებთ და გამოვასწორებთ. მას ასე, პირველი. საქართველოდან ისრაელში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 70%-ით შემცირდა. მოდი პირდაპირ ვთქვათ, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი კი შემცირდა. ქართველები მიხვდნენ, რომ ისრაელში აფერი გამოდის, აზრი არა აქვს. მეორე, TBC ბანკის საქმე საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ეს სათაური სწორია, მაგრამ ორი სიტყვა აკლია. მიზანი მიღწეულია, მძიმე. TBC ბანკის საქმე საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მესამე, ბანკი თუ პორტი რატომ მოუწია ხაზარაძეს ივანიშვილთან ჩივილით მისვლა, რომ ჩხარტიშვილი ჩაგრავდა. ამ სათაურში დარღვეულია ქართული ონლაინ ჟურნალისტიკის ტრადიციები. სათაური უნდა იყოს ასეთი. ბანკი თუ პორტი რატომ მოუწია ხაზარაშვილს ივანიშვილთან ჩივილით მისვლა, რომ ჩხარტიშვილი ჩაგრავდა და სად გაატარა ზამთრის შვებულება რატი დურგლიშვილმა. მეოთხე. შეყვარებულების აღმრიცხველი ცენტრი დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდა. ეს სათაური ასე უნდა იყოს. ემზარ კვიციანმა შეყვარებულების აღმრიცხველი ცენტრი მართლა დაარეგისტრირა. მართლა. მეხუთე. ოკუპირებული რეგიონების რეინტეგრაციისთვის საქართველოს ხორვატიის მოდელს თავაზობენ. ეს სათაური ასე უნდა იყოს. ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა არ იცის რომ რუსეთი გვესაზღვრება. მეექვსე, ძლიერმა ქარმა რუსთავის მერიის შენობის სახურავი დააზიანა. ეს სათაური ასე უნდა იყოს. ძლიერი ქარის განცხადებით რუსთავის მერიის გადახურვაზე ფულია შეჭმული. მეშვიდე. გაზი მხოლოდ აზერბაიჯანიდან არ უნდა შემოდიოდეს, ცოტა რუსეთიდანაც უნდა ვიყიდოთ. გიორგი ქობულია. ამ სათაურში არაა შეცდომა. ჟურნალისტმა დაწერა ის, რაც თქვა რესპონდენტმა. აქ თვითონ ქობულიაა შეცდომა. და ბოლოს, ჩვენს პირველ გადაცემაში, ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ ჩვენ მიერ მოფიქრებული ჭორების ათეული. როგორც შევატყვეთ, აუდიტორიას ეს რუბრიკა განსაკუთრებით მოეწონა. ჩვენ კიდე მარტივად ვუყურეთ ამ ამბავს. თუ ხალხს რამე მოეწონა, ვამეორებთ. თუ მეორედაც მოეწონა, მესამედ ვამეორებთ და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ, ჩვენ მიერ მოფიქრებული ჭორების კიდევ ერთი ათეული. მეათე. ამბობენ რომ ქუჩის ბიჭების არც ერთი წევრი ჯერ მილიონერი არაა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 4 სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად აქვთ ნამღერი. მეცხრე. ემზარ კვიციანი თურმე წინა ცხოვრებაშიც ემზარ კვიციანი იყო. ეგრე დასაჯეს, გაუგრძელეს კარმა. მერვე. თურმე გიორგი გახარიას მზის ეშინია. მეშვიდე. ენზელა მაჭავარიანს ნიგზიან ბადრიჯანზე ალერგია აქვს, მაგრამ მაინც ჭამს. მეექვსე ადგილზე გასული ჭორი. ირაკლი კობახიძეს, როცა უნდა მაშინი ძინებს ეგრევე. პრობლემა არა აქვს. თურმე პრემიერ-მინისტრ ბახტაძეს სპეციალური აპარატით ხმას უბოხებენ. ისე წვრილი ხმა ქონია და არ გამოდის. ჭორი, რომელიც გავიდა მეოთხე ადგილზე. გიავოლსკის სიგარეტით გაკეთებული რობოტების მთელი კოლექცია აქვს თითქმის ყველა მარკის სიგარეტის. მესამე, ირმა ინაშვილს მარცხენა ხელში უფრო მეტი ძალა აქვს. მეორე.
მიხეილ სააკაშვილის ზუსტი ტესტის პასუხები გახდა ცნობილი და ერთ-ერთ არხზე ვიხილავთ. და პირველი თურმე ბიძინა ივანიშვილს მამუკა ხაზარაძისთვის ანაკლიის სპორტის დახევა უნდა. ეს ოღონდ ჩვენი მოფიქრებული ჭორი არა. დღეისათვის ეს იყო და ეს მეგობრებო, გისურვებთ მშვიდობიან საღამოს, შევხვდებით ხვალ 20 საათსა და 20 წუთზე მესამეზე. ნახვამდის. ჰეი